6 ივნის ილია ჭავჭავაძის ყვარლის სახელმწიფო მუზეუმში ახალი ბანას გუნდის სოლო კონცერტი გაიმართება. საღამო უწმინდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის ხსოვნას ეძღვნება. თემაზე სასაუბროდ შემოგვიერთდნენ ახალი ბანას გუნდის დირექტორი ლაშა გელაშვილი გუნდთან ერთად და მოვისმენთ მუსიკალურ ნომერს გუნდის წევრების შესრულებით. დილამშვიდობის, დიდი მადლობა მობრძანებისთვის. ლაშა, რაც შეგვისრულებთ? მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებელს. ჩვენ ახლა შევასრულებთ მეგრულ სიმღერას ვეინგარას, რომელიც გამორჩეული ნიმუშია მეგრული ფოლკლორის. გისმენთ სიამოვნებით.
ძალიან დიდი მადლობა, ურმესი მადლობა. ჩვენს მეყურებელს შევახსენებ, რომ ახალი ბანას გუნდის დირექტორთან ლაშა გელშულთან ერთად გვეწვივნენ და ლაშა გთხოვთ, გადმოგზავნდეთ თქვენ და იკავოთ თქვენი ადგილი. შევახსენებ მაყურებელს, რომ 6 ივნისს ყვარლის მუზეუმში გაიმართება მათი სოლო კონცერტი, ასე რომ დავწერთ საზოგადოებას შეუძლიათ არაერთი მუსიკალური ნომერი მოისმინეს მათი შესრულებით. დილამშვიდობის ლაშა, მადლობთ მობრძანებისთვის. მადლობა თქვენ მოწვევისთვის. ლაშა, რომ ვთქვათ თუ როგორი არის სამზადისი და 6 ივნისს რას მოისმენს თქვენი მსმენელი გულშემატკივარი კონცერტზე საღამოზე, რომელიც მის უწმინდესობას ეძღვნება. მართლაც გამორჩეული საღამოა ჩვენთვის იმ კუთხით, რომ უპირველესად ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, ჩვენს სხვადასხვა რეგიონში ჩვენი სოლო კონცერტების გამართვა, ჩვენი შემოქმედების გაზიარება ქართველი მსმენელისთვის. მით უფრო ამ ჩვენ შემართებას გრძნობას აძლიერებს ის ფაქტი, რომ ეს საღამო ეძღვნება მის უწმინდესობის ხსოვნას. ადამიანის, რომლის უდიდესი ავტორიტეტის, რომლის განუსაზღვრელი დიდი სიყვარულითაც შეიძლება ითქვას, რომ ფაქტობრივად ჩვენთან მოვიდა ეს საქმე ქართული ფოლკლორი და შევიყვარეთ. სწორედ მისი გამოისობით, მისი დიდი ღვაწლით და კიდევ ერთი რაც მთავარია და ნიშანდობლივი და სიმბოლურია, რომ ამ ჩვენი უდიდესი კათალიკოს პატრიარქის ხსოვნის საღამოს ვატარებთ ერის მამის დიდი ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში, იმ ადგილასაც დიდმა ილიამ მართალმა, რომელიც სხვათა შორის აღსანიშნავია ის, რომ მისი უწმინდესობის პერიოდში პირველი კანონიზაცია რაც მოხდა წმინდა სინოდის მიერ, სწორედ მისი უწმინდესობის მიერ შერაცხულ წმინდანის სახლ-მუზეუმში და ეს ჩვენთვის ძალიან ემოციური და ძალიან მნიშვნელოვანი საღამო იქნება. ისიც მინდა გავხსენო, რომ თქვენ გქონდათ საშუალება მის უწმინდესობასთან რომ მიბრძანებულიყავით, წარმოგარიყავით მას წინაშე და თქვენი ნამღერი მოესმინა და მისი უწმინდესობის დამოკიდებულება მუსიკის მიმართ, სიმღერის მიმართ ყველამ ძალიან კარგად იცის. თავადაც არაერთი უნიკალური ნიმუშის და საგალობლის ავტორი არის. დიახ, ალბათ არაფერი ხდება ამ ქვეყნად შემთხვევით. ჩვენი გუნდი აგერ უკვე მე-5 წელი დაიწყო, რაც მე უკვე სიმონის ლოცვა კურთხევით და ასაფ შავნაბადას ხელმძღვანელის ბატონი დავით ცინცაძის ხელმძღვანელობით დავაარსეთ, დავაფუძნეთ და ამ პერიოდის განმავლობაში ძალიან მინდოდა, რომ ერთხელ მაინც ქონოდა შესაძლებლობა, რომ ის უწმინდესობას ჩვენთვის მოესმინა. ბუნებრივია არა იმიტომ, რომ რაღაცა განსაკუთრებულები ვართ და გამორჩეულები ამ კუთხით უბრალოდ რაღაცნაირად მინდოდა ენახა კიდევ ამ ასობით ახალგაზრდას და შემსრულებელ ადამიანთა შორის კიდევ იყო ასეთი ახალი ბანას გუნდი, რომელიც დიდი სიყვარულით ასრულებდა ქართულ საგალობლებს და ქართულ მრავალხმიან სიმღერებს და მადლობა ღმერთს, რომ მოგვეცა ამის საშუალება და ახალი წლის ღამეს ფაქტობრივად ბოლო ახალი წელი მისი უწმინდესობის ამ ქვეყანაზე გატარებული, ასე ვთქვათ, ჩვენ ერთად შევხვდით, აი ბატონ რამინ მიქაბერიძესთან, ბატონ მაიასთან და მათ ძვირფას ოჯახთან ერთად და რამდენიმე ნიმუში შევასრულეთ და ეს ჩვენთვის ძალიან ბედნიერი და ძალიან დასამახსოვრებელი საღამო იყო და მადლობა ღმერთს, რომ ეს შესაძლებლობა მოგვეცა, ამ შესაძლებლობა მოგვეცა. დიახ. ლაშა, ისევ და ისევ რომ მიუბრუნდათ 6 ივნისს რა იქნება წარმოდგენილი და რას მოისმენს მსმენელი? როგორც ყოველთვის ტრადიციულად ჩვენ ყოველი შემოქმედებით ამ სოლო საღამოს ფარგლებში ვცდილობთ ხოლმე რომ მაქსიმალურად საქართველოს ყველა კუთხის ფოლკლორი მოვიცვათ და არც ეს საღამო იქნება ამ კუთხით გამონაკლისი. ჩვენ მაყურებელს შევთავაზებთ, მსმენელს შევთავაზებთ საქართველოს სხვადასხვა კუთხის სიმღერებს, ბუნებრივია იქნება საგალობლებიც. სიახლეები გაქვთ შეტანილი რეპერტუარში? რა თქმა უნდა, ფაქტობრივად ის სიმღერები, რაც შესრულდება ახლა ყვარლის სოლო კონცერტის საღამოზე, ჯერ ჩვენ არ გვიმღერია არც საეთეროდ და არც კონცერტზე, სხვა კონცერტზე. პირველი ვენგარა შესრულდა დღეს თქვენთან ეთერში და ეხლა შემდგომ ნომერსაც მოვისმენთ შილდურ მრავალჟამიერს, ესეც ამ საღამოზე შესრულდება. დიახ, საგალობლები ახსენეთ, რომ შესრულდება, კიდევ რა იქნება წარმოდგენილი თქვენი მხრიდან? კი, მნიშვნელოვანია, რომ ეს ხაზი გასწევდეს, იმიტომ რომ ეს არის ხსოვნის საღამო, ეს არის ნათელი ხსოვნის საღამო, ძალიან ნათელი კაცის, სიყვარულის ადამიანის, რომელმაც ერთმანეთის სიყვარული, სამშობლოს სიყვარული, პატივისცემა და ერთმანეთის გათვალისწინება გვასწავლეს. ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია და სწორედ ამიტომ ჩვენ ისეთი განსაკუთრებული სიფაქიზით
უფრთხილებით მის შემოქმედება ზოგადად და ამ გვინდოდა რომ ამ საღამოზე რაღაც ამ საღამოს ერთი კონკრეტული ნაწილი დათმობოდა საგალობლებს ესეთ ტრადიციულ და შემდეგ უკვე დამუშავებულ ეს ქორალურ ტიპის საგალობლებს და სწორედ მის უწმიდესობას უძღვნით ჩვენ ამ შესრულებას. ასევე რა თქმა უნდა ჩვენი ტრიო შემოგთავაზებს თავის ლამაზი საშემსრულებლო ოსტატობით რამდენიმე სიმღერას, იქნება საკომპოზიტორო ნამუშევრებიც და ვფიქრობ, რომ ძალიან დასამახსოვრებელი და ლამაზი საღამო გამოვა ყვალის მსმენელისთვის. ძალიან დიდი მადლობა ბრძანებისთვის, გადაცემაში მონაწილეობისთვის. ჩვენ მაყურებელს კიდევ ექნება საშუალება, რომ მოისმინოს თქვენ მიერ შესრულებული კიდევ ერთი უნიკალური ნიმუში, რომ თქვათ იმის შესახებ თუ კიდევ ერთხელ აღნიშნოთ, სად და როდის გაიმართება თქვენი სოლო კონცერტი და რას შეგვესრულებთ. დიახ, ჩვენი სოლო კონცერტი გაიმართება 6 ივნისს ყვარლის ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო მუზეუმში. მის ეზოკარში, მის მიდამოში, სადაც ილია ჭავჭავაძე გაიზარდა, ფეხი აიდგა და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს დღე და მოუთმენად ველით ყვარელთან შეხვედრას. რა შევასრულებთ? ახლა შესრულდება შილდური მრავალჟამიერი. Netavi shen sadena